გორის რაიონის სოფელ არბოში სარწყავი წყლის ახალი სისტემა მონტაჟდება, რომელიც 1700 ჰექტარ მიწის ფართობს გაასარწყავებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 1.8 ლარი გამოყო. არბოში 170 მეტრ ფართობზე ტბა გაკეთდება, სადაც აუზი აშენდება. აუზშივე დამონტაჟდება დენის საქაჩი, გაიჭრება 4 კილომეტრიანი არხი, რომელიც პატარა ლიახვსა და ხელოვნურ ტბას ერთმანეთთან დააკავშირებს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, სათავე ნაგებობის აშენების შემდეგ ტბაში წყალი შეუფერხებლად იდენს. Თლიანად გადაკეტილია სარწყავის სისტემა. აგერ ამჟამად ვიყოფებით ეგრეთ წოდებული ოკუპირებულ ტერიტორიასთან და ის არხი, რომელიც ყოფილი არხი, რომელიც ჩვენ მოგოწოდებოდა სარწყავი წყალი, თლიანად გადაკეტილია. ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ძალიან კარგი საქმე კეთდება, გამოყოფილია თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მიმღები ტბა, რომელიც არის დაახლოებით 15,000 კილომეტრი წყალს იტევს, გაწმენდილია. შემომსვლელი არხი, რომელიც ლიახვიდან უნდა შემოვიდეს წყალი ამ ტბაში, გაწმენდილია, გაკეთებულია. ეს ტრუბა, რომელიც 1 კილომეტრზე 920 მმ-იანი ტრუბით უნდა ამოვიდეს ეს წყალი აქამდე. გათხრილი არის, მიწის სამუშაოები დამთავრებულია, ვიწყებთ ბეტონის სამუშაოებს. 2008 წლის ომამდე დიცის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლები სარწყავი წყლით ვანათის წყალსაცავიდან მარაგდებოდა. ომის შემდეგ რუსულმა მხარემ მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყალი გადაუკეტა. ახალი სათავე ნაგებობის აშენების შემდეგ მოსახლეობას გასარწყავების პრობლემა მოეხსნება. ძირითადად ომის შემდეგ მთელი ჩვენი სამი სოფელი დარჩა წყლის გარეშე, ყველაფერი გადახმა. და ეხლა ამჟამად მიმდინარეობს სარწყავი სისტემის აღდგენა ახლიდან და რომელიც მთლიანი სოფლის მოსახლეობას ყველას გაახარებს, რომელიც მთელი იმედით შეხურებს ამ შრომით სამუშაოებს, რომ დასრულდება და ყველა გაიხარებს, რომ მოსავლის იმედად იქნება. 1.8 შეფასებული პროექტი 3 კვირის წინ დაიწყო და სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება. ახალი ნაგებობა სარწყავი წყლით 3 სოფელს, დიცს, ქორდას და არბოს მოამარაგებს.